ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის ინიციატივით კონგრესში ხმათა უმრავლესობით მიიღეს რაღაცა გაუგებარი მეგობრობის აქტი. და ამას საქართველოში მყოფი აგენტები ზეიმობენ და ერთი ამბავი აქვთ ატეხი. თუ ვინმე საინტერესებს რას ნიშნავს სერგო ორჯონიკიძეობა, აგერ შეგიძლიათ შეხედოთ გვარამიას, ხოშტარიას, გირჩი ჯაფარას და აი ამ კოლექტიურ ნაცებს და აღმოაჩინოთ, რომ სამწუხაროდ 21 საუკუნეში 2025 წელს საქართველოში იმაზე ბევრად მეტი სერგო ორჯონიკიძე აღმოჩნდა, ვიდრე ოდესმე ვინმე წარმოვიდგენით ამას. ეს რა თქმა უნდა სამწუხაროა, მაგრამ რა თქმა უნდა საქართველოში საღი აზრი გაიმარჯვებს და ქართველები საკმაოდ გონიერი ერი ვართ და ჯო უილსონს რო გონია გამოშტერებული ერი ვართ, ისეთი გამოშტერებული, როგორი გამოშტერებულიც აგენტები ყავს ამ ქვეყანაში ამორჩეული. იმიტომ არის რომ რა ვიცი, კარგად მისდით საქმე საქართველოს მტრებს ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველებს უმრავლესობას, დიდ უმრავლესობას, 1,200,000 კაცზე კიდევ უფრო მეტს. საერთოდ არ გვაინტერესებს აი ეს რაღაცა გაუგებარი აქტები, ვინ რას სად მიიღებს. ეს ქვეყანა ჩვენია და აქ ადგილზე ჩვენ უმრავლესობა გადავწყვიტავთ. როგორი ხელისუფლება უნდა გვყავდეს და ვინ უნდა იყოს ხელისუფლება და არასოდეს აღარ დაუშვებთ იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა და მისი განშტოებები მოვიდნენ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში. რისთვის აკრიტიკებენ ქართულ ოცნებას? აქ ვითომ რაღაცა დემოკრატიაზე მიდის საუბარი და რაღაც სისულელეებზე. ეს ის ამერიკელები არიან, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ეძახდნენ დემოკრატიის შუქურას, მაშინ როცა საქართველოში სააკაშვილის დავალებით ყნავდნენ კაცებს ტყეებში და პადოლებში, ციხეებზე აწამებდნენ ადამიანებს და ყველა საძინებელში თვალი ჰქონდა ამ დედამოწმულ სააკაშვილს დატოვებული და ქუჩა-ქუჩა ხალხს ცხრილავდნენ. აი ამას ეძახდნენ დემოკრატიას. ეს ნაბოზრები ესენი ჩვენი საქართველოს მეგობრები რო ქვიათ ვითომ, აი უილსონები და ვიღაცა დედამოწმულები. და დღეს როცა საქართველოში მართლა დემოკრატია და მართლა არავის იმის შიში არ აქვს, რომ ვიღაცა სახში შემოგივარდება და წამლით გამოგივსებს ჯიბეებს და უჯრებს, ამას ეძახიან დიქტატურას. ეს დედამოწმულები ესენი. რაზე არიან ეხლა გამწარებულები, ხო? ჩვენ რეგიონში რა თქმა უნდა ურთიერთობები ქონდეს დალაგებული ყველა მეზობელთან. ირანთან რატო არ უნდა ქონდეს დალაგებული ურთიერთობა? ჩვენ რეგიონში ნებისმიერ ქვეყანასთან უნდა გქონდეს ჩვენ ურთიერთობა დალაგებული. ეს იქნება რუსეთი, ეს იქნება ირანი, ეს იქნება თურქეთი, იქნება თუ ჩინეთი, იქნება თუ პაკისტანი. ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ყველასთან გქონდეს ნორმალური ურთიერთობა და ჩვენი ქვეყანა არავის არ გამოვაყენებინოთ რაღაცა სათამაშო კარტად და ბრძოლის მოედნად, ისე როგორც უკრაინა გამოიყენეს. ამაზე არიან ამერიკელი კონგრესმენები და ვიღაცა დედამოწმულები განწარებულები, რომ საქართველოს ისე ვერ იყენებენ, როგორც იყო გაწერილი მათ გეგმაში. რისთვისაც საქართველოს სჭირდებოდათ, ივანიშვილმა გამოაცალა ხელიდან და არ მისცა იმის საშუალება, რომ საქართველო გამოეყენებინათ თავიანთი დამყარი თამაშისთვის. საქართველო ჭირდებოდათ, რა თქმა უნდა, რუსეთის დასასუსტებლად. საქართველოში თუ საქართველოდან ფრონტის ხაზი გაიხსნებოდა, ეს არ დამთავრდებოდა, რა თქმა უნდა, არც 1 წელიწადში და არც 5 წელიწადში. ეს იყო გათვლილი იმაზე, რომ საქართველოდან უნდა გადადებოდა მერე აი ეს ომის სენი ჩრდილოეთ კავკასიას და იქიდან სრული ვოლგისპირეთი უნდა გაეხვიათ ცეცხლის სალში ამ დედამოწმულებს, რომ რუსეთი დაესუსტებინათ. ანა იმიტომ რომ რუსეთი გაენადგურებინათ, არა, უბრალოდ რომ რუსეთი დაესუსტებინათ, იმ დონეზე დაესუსტებინათ, რომ ევროპისთვის რუსეთს არ დიდი ხანი ვერ მოეცალა და ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოება რო ყოფილიყო ამით გარანტირებული. აი ამისთვის რომ ვერ გამოიყენეს ჩვენი ქვეყანა და რო არ მიცა ქართული ოცნების ხელისუფლება და პირადად ივანიშვილმა ამის საშუალება, იმიტომ არიან რომ გამწარებული არიან და რა ვიცი, გინდა ევროპელები ხო
თვეში 9 რეზოლუციას იღებენ და ხან რა სისულელეს წერენ იქ და ხან რა სისულელეს. სააკაშვილის რო წერენ პოლიტ პატიმრად, აქ უკვე ნათელია რა ხალხიც არიან ის ხალხი, ვინც საქართველოს წინააღმდეგ ამ რაღაცა რეზოლუციებს იღებენ. და ბოლოს, აი ამ ევროპელებსაც და ამერიკელებსაც შეუძლიათ ეს რეზოლუციები წვრილად დაახვიონ, ან სხვილად საქართველოდან გაიწვიონ თავიანთი აგენტები, გირჩი ჯაფარა, გვარამიები, ხოშტარიები და მელიები და ვიღაცა დედამოწყნულები და უკანალში გაუკეთონ. და რა ვიცი, მე იზეიმონ აღნიშნონ და რაც უნდათ ის უქნიათ. აქ ქართველებს მაგრად არ გვაინტერესებს ვინ რა აქტებს მიიღებს. ჩვენ ვნახეთ როგორი მეგობრობაც იცის ამერიკამ. 30 წელი პარტნიორები გვერქვა და ვიზა არ გაგვიხსნა და ამერიკაში რომ მოხვედრილიყავი 5 სახლი უნდა გაგეყიდა და ან ჩახვიდოდი და ან არა ისიც და ვინც არის ჩასული საქართველოში ამერიკაში ქართველები კითხეთ ერთი აბა თავს მეგობრებად გრძნობენ იქ თუ როგორ გრძნობენ თავს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. ეს ადამიანები ვერ ინელებენ იმას, რომ საქართველოში არის ისეთი ხელისუფლება, რომელმაც საქართველო გადაარჩინა დაღუპვას. ეს არის და ეს არის ერთადერთი და მთავარი მიზეზი, რისთვისაც იკლავენ თავს და მოიკლან და რაც უნდათ ის უქნიან. ჩვენ აქ ადგილზე კიდევ ერთხელ გავუმეორებს 1,200,000 კაცს და კიდევ უფრო მეტს. საერთოდ არ გვაინტერესებს. ერთ ადგილზე გვახატია, ვინ რა რეზოლუციებს მიიღებთ. ადგილზე გადავწყვიტავთ ქართველები, როგორი მთავრობა უნდა ყავდეს და ვისთან უნდა ვიმეგობროთ და ირანთან უნდა ვიმეგობროთ თუ ჩინეთთან თუ პაკისტანთან თუ ყირგიზეთთან, ადგილზე გადავწყვიტავთ ამას. ჩვენ რა თქმა უნდა რეგიონში ყველასთან უნდა გქონდეს დაალაგებული ურთიერთობა. რატო არ უნდა გქონდეს? იმიტომ რომ ვიღაცების ინტერესებში ასე არ შედის. საქართველოს რას კარგავს? იმით თუ კი რეგიონში ყველა ქვეყანასთან ექნება ნორმალური ურთიერთობა დაალაგებული და რეგიონში თუ ჩვენ ფუნქციას და ჩვენ როლს ვიკისრებთ და პირნათლად შევასრულებთ ამას. არა, ეს რა თქმა უნდა არ აწყობთ. იმიტომ რომ ეს არ შედის დასავლეთის და აი ამ გლობალური ომის პარტიის ინტერესებში და იმიტომ არის რომ თავს იკლავენ და რა ვიცი მოიკლან და რაც უნდათ ის უქნიათ. მადლობა ღმერთს რომ ქართველები მართლაც გონიერიერი ვართ და ჩვენ არ დავუშვებთ იმას რომ საქართველო ბოდიში და არ მინდა ეხლა რო თქვა უზრდელურად, მაგრამ არ დავუშვებთ არასდროს იმას, რომ საქართველო გამოიყენონ უბრალოდ და მე მიაგდო. ჩვენ ქართველები არავის არ მივცემთ იმის სამშობლოს, რომ ჩვენ სამშობლოს, ჩვენ დედა სამშობლოს, როგორც პრასტიტუტკას ისე მოექცნენ. აი როგორც უკრაინას მოექცნენ, როგორც პრასტიტუტკას დედა რომ მოუტყნეს და ყველამ რომ მიაგდო, მაგრამ ჩვენ აქ არ დავუშვებთ ქართველები. ჩვენ 2008-ში ეს გაკვეთილი უკვე გაგვატარა მიშა დედამოწყნულმა და ძალიან კარგად ვიცით, ვინ როგორ გვერდში დაგვიდგება და რა როგორ განვითარდება. ასე რომ, რა ვიცი, სენატორებსაც და კონგრესმენებსაც და რა აქეთ კიდე ევროპარლამენტარებს რაც უნდათ ის უქნიათ და რა ვიცი აგერ თავიანთ აგენტებს წეღან უკვე აუღნიშნე, დაიბანონ, ჩაიყვანონ და იზეიმონ ერთად და იყვნენ ეს. მანამ სანამ ჯერ კიდევ აი ეს ნაბოზარი აგენტები თავისუფლად თარეშობენ ქალაქის საქართველოში და თავისუფლად უცხრიან ძირს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ეს მალე დასრულდება. ეს ძალიან მალე დასრულდება და ამის გარანტიას, აი როგორც ერთი მოქალაქე მე ჩემით ვიძლევი. არ დავუშვებ. სულ რომ მართლა საქმეზე მიდგეს და აი ნაცემის მოbrunება დადგეს მართლა რეალობად, აი მე ერთი კაცი ვეყოფი, სადაც შეგროვდებიან, შევალ და იქავ ვიფეთქებ თავს, დედას მოუყნავ. იმათაც და იმათაც. ასე რომ აი ქართველებო და ჯიგრებო, ვისთვისაც საქართველო დედა სამშობლოა და ვისაც საქართველო ისე გვიყვარს როგორც ჩვენი დედა, რა თქმა უნდა, აი თქვენი იმედი მაქვს და იმის იმედი მაქვს, რომ არასდროს ჩვენ საქართველოს, ჩვენ დედა სამშობლოს არავის არ ვახმარინებთ და არავის არ მიცემთ იმის უფლებას, რომ საქართველოს როგორც ვიღაცა პრასტიტუტკას ისე მოექცნენ. ბოდიში ვიხდი ზედმეტი ემოციები თუ მომივიდა, მაგრამ
ეხლა მქონდა კაკრას ცოტა ხნის წინ მეგობართან ამ თემაზე საუბარი და ძალიან განვიცადე. კიდე სხვა რაღაცებზე და ეგ სხვა დროს იყოს, მაგრამ აი თავარი რაც არის, აი ეს არის ისი თქმაც მინდოდა და იმედი მაქვს რომ სწორად გაიგებთ. ყველა ვინც ამ ვიდეოს ნახავთ, ეხლა ზოგი რუსს დამიძახებს, ზოგი ჩმორს თუ შნირს თუ რაღაცას, თქვენი დედაც მოვტყან, რაც გინდათ ის მიძახეთ, მე ვიცი ვინც ვარ, მე ვიცი რაც ვარ, მე ამ ქვეყნის შვილი ვარ, მე ვარ ქართველი და საქართველოს ჩემთვის არის დედა სამშობლო და თქვენთვის არის რაღაცა სათამაშო, თქვენ დედა მოტყნულებო და არ მოგცემთ მაგის საშუალებას, რომ საქართველოს თქვენ როგორც სათამაშოდ ისე გამოიყენოთ და დაშალოთ და ააწყოთ და დედა მოუტყნათ. სანამ თქვენ საქართველოს დედას მოუტყნავთ, მანამდე 10 ჯერ და 10,000 ჯერ დედას მოგიტყნავთ თქვენ და ეგ იქნება თქვენი დასასრული.